მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება უახლოესი პერიოდის დადებით ცვლილებებს. ვარიანტების რაოდენობა დღეს გვექნება 3 ვარიანტი. უბრალოდ ოდნავ განსხვავებული ფორმატით გავშლით დღეს. პირველი გაშლა, ანუ იქნება არსებული სიტუაცია და უახლოესი მომავლის პროგნოზი იქნება მეორე არკანით. დახუჭეთ ახლა თვალები, კონცენტრაცია მოახდინეთ დადებით ენერგიებზე, აუცილებლად ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და ვნახოთ უახლოესი პერიოდის დადებითი ცვლილებები. ეხლანდელი სიტუაცია პირველი ვარიანტისთვის, ახლანდელი სიტუაცია მეორე ვარიანტისთვის და ახლანდელი სიტუაცია მესამე ვარიანტისთვის. ეს ესე. ახლა ვნახოთ მომავლის პროგნოზი, ანუ მაქსიმუმ 3 თვე ესე ჩაიფიქრეთ, მეც ნუ ჩაიფიქრებთ, ჩემი რეკომენდაცია. თორე შეგიძლიათ 3 თვეზე ნაკლები ჩაიფიქროთ მაგალითად. ან სხვადასხვა სიტუაციაზე, სხვადასხვა არკანები ჩაიფიქროთ, ესეც შეგიძლიათ. ვნახოთ ახლა პოზიტიური ცვლილებები უახლოეს მომავალში პირველ ვარიანტთან, მეორე ვარიანტთან და მესამე ვარიანტთან და აი ამ დასტით მინდა ამოვიღო ასევე თქვენთვის რჩევა. რას გვეტყვის რჩევის სახით ტარო. ნახოთ. რჩევა პირველი ვარიანტისთვის, რჩევა მეორე ვარიანტისთვის და რჩევა მესამე ვარიანტისთვის. დააკვირდით არკანებს, დახუჭეთ თვალები და ვნახოთ. პირველ ვარიანტთან თუ დაგეხმარებათ, ესეც შეგიძლიათ დამატებით იდენტიფიკატორებად გამოვიყენოთ ესეთი ქვა. მეორე ვარიანტისთვის აი ესეთი თეთრი ქვა, ჭრელი უფრო სწორად და მესამე ვარიანტისთვის აი ესეთი მწვანე ქვა. გნებავთ ქვებით აირჩიეთ, გნებავთ ვარიანტებით აირჩიეთ, როგორც გნებავთ ისე აირჩიეთ. და როცა შეარჩევთ უკვე გააგრძელეთ ყურება, მანამდე შეგიძლიათ დააპაუზოთ ეს ვიდეო, როცა შეარჩევთ მერე განაგრძოთ ყურება. ასევე მინდა შეგახსენეთ, რომ ენერგეტიკული ბალანსისთვის არ დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გამოწერა, ვიდეოს დაკომენტარება და ასე შემდეგ, რომელ აქტივობასაც საჭიროთ ჩათვლით, ეს ძალიან დაგეხმარებათ თქვენს და მეც. რომ ვიყოთ გულწრფელები ამ ყველაფერში. აი ესე. დავიწყოთ პირველი ვარიანტისთვის. ეხლანდელი თქვენი სიტუაცია, ვნახოთ პირველი ვარიანტი. ოჰო, 10-იანების პენტაკლები. მე ვერ ვიტყოდი, რომ აქ პირველ ვარიანტთან რაიმე ცუდი ხდება. პირიქით, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თქვენი ეხლანდელი აქცენტები ძირითადად უკავშირდება ან ოჯახს, ან პოტენციურ მნიშვნელოვან დაბანდებებს. სხვათა შორის ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ყველას არ შეეხება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ოჯახის უხუცეს წევრთან დაკავშირებით შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის აი არ ვიცი, სირთულეს ვერ დავარქმევ, მაგრამ რაღაცა საკითხები ყველასთან არ იქნება. ყოველ შემთხვევაში ეხლანდელი სიტუაცია ცუდი ნამდვილად არ არის. ცუდი კი რა ძალიან კარგია, მე ასე ვიტყოთ. ეხლა ვნახოთ მომავლის პოზიტიური ცვლილებები, ხუთიანი ხმლები. ზოგადად ეხლა რო ვთქვა პოზიტიური ცვლილებების კუთხით ეს არკანი, ხო? შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, რომ კომფორტის ზონაში შეიძლება იმყოფებით თქვენ ახლა და მომავალში ამ კომფორტის ზონის დატოვება მოგიწევთ. ანუ შესაძლოა თავი დააღწიოთ რაღაცა ერთფეროვნებას, ერთგვაროვნებას და გადახვიდეთ უკვე აქტიურ მოქმედებებზე, აქტიურ ცვლილებებთან გქონდეთ კავშირი. მოდი დავამატოთ კიდე ორი არკანი, მაინტერესებს რას ეხება ეს ხუთიანი ხმლები პირველ ვარიანტთან. ნახოთ რას ეხება ხუთიანი ხმლები პირველ ვარიანტთან. რას ეხება? აჰა, 8-იანი თასები და 5-იანი თასები. აი, ვამბობდი კომფორტის ზონა, კი ბატონო, დასტის ბოლოს ქურუმი ქალი მყავს.
ცხრიანი თასები, პაჟების კვერთხების პაჟი. ჩემო ძვირფასებო, აქ აი პირდაპირ მნიშვნელობით ეს არის კომფორტის ზონის დატოვებაზე ვსაუბრობთ. პოზიტიური ცვლილებების კუთხით, მესმის, რომ ცოტა ისე უცნაურად ჟღერს, რანაირად შეიძლება კომფორტის ზონის დატოვება იყოს პოზიტიური ცვლილება, თუმცა სავარაუდოდ თქვენ ძალიან დიდი ხანია იმყოფებით აი ამ რაღაც რუტინაში, შესაძლოა ეს არის ოჯახური რუტინა, შესაძლოა ეს არის სამსახურეობრივი რუტინა, შესაძლოა ეს არის რუტინა, როგორც წეგან გითხარით, ყველასთვის არა თქო, მაგრამ ზოგიერთისთვის ეს შეიძლება იყოს რაღაცა ოჯახის უხუცესი წევრის მოვლა, პატრონობა, ზრუნვა, ან მასზე ძალიან დიდი დროის ხარჯვა. ყოველ შემთხვევაში პოზიტიური ცვლილებებით თუ წავალთ და თუ ვიმსჯელებთ, მომავალში თქვენ ამ ყველაფრისგან თავისუფლდებით უახლოეს 3 თვეში. და რჩევის სახით, აი და საოცარია რჩევის სახით, აი აქ მოვიდა, მინდა რომ ახლოდან შეგახედოთ, არკანის ზომიერება. არკანის ზომიერება ნიშნავს ბალანს, არკანის ზომიერება ნიშნავს წონასწორობას, გაჯანსაღებას. აი დიდი ხანია თქო ვამბობ, იყავით თქო და ეს ხანგრძლივობას აჩვენებს ხშირ შემთხვევაში ეს არკანი რაღაც დროის გარკვეულ პერიოდს, მონაკვეთს. აი ამ ყველაფრიდან თავის დაღწევა გელოდებათ, ჩემო ძვირფასებო, და გათავისუფლება ამ ყველაფერს შეხედეთ მზაობით, შეხედეთ გაცნობიერებულად, უფრო მეტი მოთმინებით და დააკვირდით რა მიზეზ შედეგობრიობა ხდება თქვენს ცხოვრებაში. აი ეს მოგიტანთ გარკვეული კი არა მნიშვნელოვანი ტიპის დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას და უფრო მეტად შეიარაღებული და უფრო მეტად რაღაცა მტკიცე ნერვებით შეხვდებით უახლოესი პერიოდის ცვლილებებს. ცვლილება ზოგადად, რაც არ უნდა პოზიტიური და დადებითი იყოს, მაინც იწვევს გარკვეული ტიპის შფოთვას, ამიტომ აი ეს შფოთვა რომ მოიხსნათ, ძალიან კარგი იქნება. სხვათა შორის რჩევის სახით აქ მედიტირებასაც გირჩევდით, ანუ საკუთარ თავთან უფრო მჭიდრო კონტაქტს და მჭიდრო კავშირს, იმისათვის რომ შეინარჩუნოთ შინაგანი ბალანსი და წონასწორობა. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტისთვის დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა. ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტი. თქვენ რა სიტუაცია გაქვთ ახლა? ხმლების დედოფლები მესტუმრნენ, ხმლების დედოფლები, ვერც აქ ვიტყოდი, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება თქვენს სივრცეში უარყოფითი კონტექსტით, უბრალოდ აქ ხართ მომართული და უფრო მეტად ორიენტირებული რაღაც შესაძლოა კომუნიკაციებზე და ამავე დროს მომავლის სტრატეგიებზე. თუ დავუშვათ თქვენს სივრცეში უახლოეს წარსულში იყო რაღაცა ცოტა დაძაბული სიტუაციები, ცოტა ცივი ენერგიის მატარებელი არკანია ხა ეს. აი რაღაც გამოჩნდა თითქოს ჰორიზონტზე მშვიდობის ნიშნები, მშვიდობა ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ როგორც აი სტაბილურობა, რაღაცა შეიძლება ვიღაცასთან საერთო ენა გამონახეთ, ბოლო-ბოლო იპოვეთ მოკავშირე და აი ესეთი სიტუაცია. ეს არის არსებული სიტუაცია. ხა ვნახოთ მომავალში, კვერთხების უახლოეს მომავალში კვერთხების რვიანი გვყავს აქ. კვერთხების რვიანი ხშირად, როდესაც გაშლას ვაკეთებთ ხოლმე, აჩვენებს გარკვეული ტიპის რაღაცა ძვრებს შეიძლება ითქვას, ან შეიძლება დიდი მოლოდინის მერე რაღაცა ძვრები იქნება. აი აქ ვამბობ, რომ გამონახეთ თქო საერთო ენა ვიღაცასთან ან რაღაცასთან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც თქვენთვის ნამდვილად არ არის ისეთი უგულველსაყოფი, ასე რომ ვთქვათ, ხო? აი ნახოთ, კიდე დავამატოთ აქაც ორი არკანი. პოზიტიური ცვლილებები რა იქნება? აქ მოყვა რვიანების ხმლები, ცხრიანების ხმლები და ჩამოკიდებული კაცი. ჩამოკიდებული კაცის მდგომარეობით აქ შეგვიძლია კი ვთქვათ, რომ ძვრები კი ბატონო, ეს არის ძვრები აუცილებლად შესამჩნევი იქნება. რაღაცა გაყინული სიტუაცია
დაიძრება აქ. ნუ მე ვერ ვიტყოდი, რომ აქ უმტკივნეულო პროცესი იქნება, თუმცა უკვე რომ და შეინიშნება გარკვეული ტიპის აქტივობა, ესეც კარგია. ვნახოთ ახლა რჩევის სახით აქ არის 6-იანი პენტაკლები. 6-იანი პენტაკლები მინდა რომ დააკვირდეთ აი ამ არკანს, ესე დასტაზე, თუ კარგად ჩანს 6-იანი პენტაკლები. 6-იანი პენტაკლები ეს ნიშნავს გაზიარებას. რჩევის სახით შეგვიძლია აქ ვთქვათ, რომ აი გააზიარეთ ეს ემოცია, რაც თქვენს შიგნით არის. გააზიარეთ თუნდაც ის გამოცდილება, რაც აი ამ ყველაფერმა, აი ამ სიტუაციამ, რაშიც ახლა თქვენ იმყოფებით, დაგიგროვათ, ანუ ვიღაცებთან მიმართებაში მოგიწევთ საერთო ენის გამონახვა. აი აქაც ორი ადამიანია, თითქოს ესე ჩაიზე საუბრობენ, მაგრამ აი ჩაიდანში, რომლიდანაც ესხმება ჩაი, აქ არის ჩახატული სასწორის ორი პინა. ანუ რაღაცნაირი წონასწორობა, რაღაცნაირი ბალანსი, ნუ იქნებით ზედმეტად პოლარულები და ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადახვალთ. აი ეს არის ტაროს რჩევა ამ შემთხვევაში. და რომ შევაჯამოთ მეორე ვარიანტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოესი მომავლის პოზიტიური ცვლილებები არის, რომ თქვენ შეძლებთ მოკავშირეების პოვნას თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. აი ესეთი იყო ჩვენი მეორე ვარიანტი, აუცილებლად დაწერეთ თუ რეზონირდა თქვენს შემთხვევაში და ეხლა კი გადავიდეთ მესამე ვარიანტთან დაკავშირებით და ვნახოთ მესამე ვარიანტი. თქვენთან რა ხდება დღეს? ხმლების პაჟი მოვიდა აქ. ხმლების პაჟი. რაღაცა თითქოს ეხლანდელი სიტუაცია თქვენს შემთხვევაში არის რაღაცნაირად ენერგიის მოზღვავება, ოღონდ რა თვალსაზრისით ნახეთ, აი იმპულსები, უფრო მეტი იმპულსები აქვს, თითქოს რაღაც მომავლის გეგმებს საახავთ და აწყობთ. ეხლა ესეთ სიტუაციაში ხართ, მაგრამ ძალას იკრებთ. აი ეს არის თქვენი ეხლანდელი მდგომარეობა. ნახოთ, აი კი ბატონო, 10-იანი თასები მოვიდა უახლოეს პერიოდის დადებით ცვლილებებში, ძალას იკრებთ და ნახეთ, აი როგორი 10-იანი თასები აქ ორი ხელია და მოქცეულია შიგნით თასები, ხო? აი თქვენ გაქვთ სხვათა შორის უნარი ხელებში ენერგეტიკული აკუმულირების, ენერგიის აკუმულირების და თქვენი ჩანაფიქრები შეგიძლიათ რომ თქვენივე დადებითი ენერგიით დატვირთოთ და გაუშვათ სამყაროში ესეთი ძალით, რომ მე უკან დაგიბრუნდეთ და უკან აივსოთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? რას უკავშირდება მოდი ეს 10-იანი თასები, იმიტომ რომ 10-იანი თასების მდგომარეობა ძალიან სტაბილურ ფსიქოსომატურ განწყობაზე მიუთითებს და მე ნამდვილად დადებითად აღვიქვა აი ამ ყველაფერს. კიდევ ვნახოთ აბა 1-2 არკანით რას გვეტყვის დადებით ცვლილებებთან დაკავშირებით ტარო. 9-იანი პენტაკლები, მშვენიერი არკანი სამსჯავრო. ჩემო ძვირფასებო, აქ მე მინდა ვთქვა ის, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ. ნამდვილად დაიმსახურეთ და რაც დაიმსახურეთ, ის გერგებათ ნამდვილად უახლოეს მომავალში. თქვენ აქამდე მოსასვლელად ძალიან დიდი ნელი თუნდაც ნაბიჯებით იარეთ, მაგრამ ნამდვილად იარეთ და არც ერთ ეტაპზე არ გაჩერებულ ხართ. ნახოთ რჩევის სახით, კი ბატონო, აი 6-იანი თასები. რჩევის სახით სამყარო გეუბნებათ, რომ შეირგეთ და დატკბით ახლა იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობაც გაქვთ. აი ეგერ ქალბატონი, რომელიც ეს წამოწოლია, უყურებს არაჩვეულებრივ სცენას, ბავშვები როგორ ერთობიან ბუშტებით, ხო? შეირგეთ, ჩემო ძვირფასებო, ეს თქვენ ნამდვილად გეკუთვნით და დამსახურებულია. აი ესეთი იყო სამივე ვარიანტისთვის ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა, პოზიტიური ცვლილებები უახლოეს პერიოდში, რა გველოდება. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება, დაკომენტარება და აუცილებლად შემეხმიანეთ, რამდენად რეზონირდა ეს ყველაფერი თქვენ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ ბედნიერ დღეს, წარმატებულ დღეს, მშვიდობას, სიკეთეს და ყველაფერ კარგს. შევხვდებით ძალიან მალე. დროებით.